აი დაგიბრუნდით და მამა გიორგი ჩაჩაოსთან ერთად ისევ და აი რაღაც ამოუწურავი თემა არის ეს უდიდესი ადამიანი და უდიდესი წმინდანი ჩვენი მართლა საქართველოს ფარველი ეს რა ვიცი ეს საოცრება და თუ შეიძლება რომ გავიხსენოთ მამაო აი ახლა წმინდანების თემას შევეხეთ რომ მამა გაბრიელთან ურთიერთობა ეხლა თქვენც ძალიან ახლო გქონდათ და უწმინდესის მიმართ როგორი მოწიწება და როგორი სიყვარული გააჩნდა მამა გაბრიელს რა თქმა უნდა უწმინდესი აი ასე იტყოდა ხოლმე იზავდა მამა გაბრიელი კი ნუ აი ეს არის რა ქვია მაგრამ მამა გაბრიელი ძალიან მორიდებული იყო აი პატეიქის შეწუხება რაღაც ის აი ძალიან მინიმალურად ძალიან იცით ჩვენ ხედავდით რომ ჩვენ ვინც მართლა გვიყვარდა პატრიარქი და გვეცოდებოდა იმ ხრივ რომ აი ძალიან ქონდა გადატვირთული გრაფიკი პრაქტიკულად აი შემთთვის უცნობი იყო აი როცა მე მაშინ უფროსი იპოდიაკონი ვიყავი როდის ისვენებდა საერთოდ ესე ნუ ღამე რომ მივდიოდი ეტყობა მაშინ მაგრამ იქაც ბევრი ისინი ქონდა ასრულებდა ლოცვებს საერთოდ იცით მას შეეძლო უწყვეტად ლოცვა უყვარდა და აი ლოცვის დროს იყო ყველაზე ძლიერად აი ლოცვაში არ იღლებოდა აი ლოცვაში ადამიანი არ იღლებოდა და რა თქმა უნდა მე მაინც დღეს არ ვიცი აი ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე მე ძალიან დიდი ასეთი ეხლა ამ წუთს მაქვს ესეთი პასუხისგებლობის განცდა რომ აი ის რაც დაგვიტოვა პატრიარქმა როგორ უნდა გაუფრთხილდეთ და როგორ უნდა განამრავლოთ აი ამაზე ვფიქრობ ყველაზე მეტად იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ყველა შეიძლება გითხრათ უიმე როგორ გვიყვარს პატრიარქი და აი როგორ განვიცდით მის წასვლას რაღაც მაგრამ რა ის უნდა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის რაც მას უნდოდა ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთები როგორებიც მას უნდოდა რომ ჩვენ ყოფილიყავით აი ეს არის და აი ეს არის ყველაზე მეტად საფიქრალი დღეს ჩვენი იმიტომ რომ ისე ვიმეორე პატრიარქი კი მე 40 დღეს მისი სული დარწმუნებით ვამბობ იქნება ღვთისმსახურებაში მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენ ჯერ აქ ვართ და პატრიარქმა ეს ყველაფერი დაგვიტოვა და აი როგორც ესეთი შვილი შეგვიძლია გავანიავოთ შეგვიძლია შევინარჩუნოთ და შეგვიძლია გავამრავლოთ და რა თქმა უნდა გავამრავლოთ ის და აი როგორ უნდა გავაკეთოთ, რანაირად უნდა გავაკეთოთ, ეს ძალიან სერიოზული საფიქრალი არის ჩემთვის და ეს ყველაზე მეტად მაწუხებს, იმიტომ რომ მე ვიმეორებ, რომ პატრიარქისადმი დღეს ერთგულება, მისი სიყვარული, მისი პატივისცემა, ხლა ასე რანაირად შემიძლია გამოვსახო, აი როგორ? აი ზუსტად ის რომ მე დღეიდან ვალდებული ვარ კიდე უფრო მეტი ვიშრომო. უფრო მეტად აქტიური ვიყო, უფრო მეტი გავაკეთო. იმიტომ რომ მაშინ პატრიარქი თუ არ ხედ დღეს ეხლა მე ვიცი რომ ეხლა იქიდან ზეციდან პატრიარქი მიყურებს მე. უკვე მისი მონიტორის ქვეშ ვიმყოფები. და დღეს მე ვალდებული და პატრიარქს უყვარდა ყოველთვის შრომელი ხალხი. შრომელი ხალხი უყვარდა ყოველთვის და აი ეს იყო და აი ესე ვიმეორებ რა. ესე იგი აი ძალიან იცით მე არ მახსოვს რომ მისაღები და გამოსაშვები გამოცდები აკადემიაში გამოეტოვებია. პირადად იბარებდა, ხო? კი, პირადად იბარებდა. პირადად იბარებდა. ახალი აღთქმა პირველ კურსზე მე რომ მისაღები გამოცდებით ჩავაბარეთ და მე პირველი კურსი რომ დავხურეთ მოვიდა და მაშინაც ჩავაბარეთ გამოცდები და ესე იგი ძალიან იყო დაინტერესებული რომ განათლების დონე ყოფილიყოს მაღალი ჩვენთან. აი ეს იყო და ყველაფერს აკეთებდა. არა მარტო სულიერი თუ მარტო სულიერზე ქონდა. სულიერიც და განათლების ესე იგი ჩვენთან სემინარიაში ბიოლოგიაც ისწავლებოდა. ხო, თქვენ წარმოიდგინეთ. ანუ მას უნდოდა ყოველხრივ განათლებული ადამიანი და პატრიარქმა ერთხელ იცით რა თქვა რომ ჩემიო ნატურა არისო რომ ისეთი სასწავლებელი გავხსნათო, აიო, ნახეთო, ექიმიო ცალკე სწავლობს ადამიანს.
ფსიქიატრი, ფსიქოლოგი ცალკე სწავლობს. მერე, ესე იგი, სოციოლოგი ცალკე სწავლობს. სასულიერო პირი ცალკე სწავლობს. რომ ჩვენ გამოვუშვათ ისეთი სპეციალისტი, რომ ადამიანი, ესე იგი, იყოს აი ამაშიც, ამაშიც იყოს, ესე იგი, სპეციალისტი და შეეძლოს ადამიანი მთლიანობაში დაინახოს. იმიტომ რომ ადამიანის სულიერი ფსიქონერვოლოგიური, გონებრივი, ფიზიკური მდგომარეობა ყველაფერი ეს ერთად არის გადაბმული. ერთად არის გადაბმული. აი წარმოვიდგინე ადამიანი ავათარი და ძალიან ცუდად არის. მე ძალიან მეეჭვება რომ მისი მხრიდან შეიძლება იმ მომენტში რაღაცა ძალიან ძლიერი ლოცვა შეიქმნას ან ძალიან რაღაც ისეთი რამე საფრთხისმეტყველო საკითხი დაამუშავოს ან დაწეროს არა როცა ცუდად არის ანუ ჯერ უნდა იყოს ის ფიზიკურად ძლიერი ჯამთელი და სწორედ ორიენტირებული ანუ სწორი ორიენტაცია იმიტომ რომ რა არის ითით დღევანდელი საუკუნის ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის დეზორიენტაცია ადამიანი დღეს არის დეზორიენტირებული. აი რა გავაკეთოთ? აი წარმოვიდგინე დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა უკვე აცხადებს რომ რა გვინდა სწავლა საერთოდ. მოდის აგერ ესე იგი ხელოვნური ინტელექტი, მერე კიდე შემდგომი დონე მოდის, შემდგომი და მთელი რიგი პროფესიები აღარც იქნება საჭირო. ყველაფერს შევიკითხებით აი ამ ინტელექტს. და რა გვინდა სწავლება? ხო, აღარ გვინდა სწავლა. და მე ისე გაზარმაცდები რომ საერთოდ შეიძლება შეკითხვის ისიც თავიც არ ქონდეს. კი. ხო და აი ან შეიძლება ვერც კი გაიგო. რამდენად კორექტული პასუხი გაქცა. შეიძლება საერთოდ იმიტომ რომ ვიღაცა ხომ ამ ინტელექტს აკონტროლებს, ხო? და შეიძლება იმ ინტელექტში შეიყვანოს ისეთი მე მინდა გითხრათ რომ მე როცა წმინდა წერილზე მუშაობ მე ვცდილობ რომ სხვადასხვა ენებზე შევამოწმო. აი ეს ტექსტი რა არის. და მე მინდა გითხრათ რომ დღეს მთელი რიგი ასეთი ასე ვთქვათ, პროტესტანტული მიმდინარეობის ეკლესიები გამოუშვეს ახალი ბიბლიები, რომლებიც ძალიან ბევრი რაღაც არის გადასხვაფერებული. ერთხელ მე ვიმყოფები ბრიტანეთში სოფელ ეკლესიათა საბჭოზე და იქ ერთმა მღვდელმა მათ ჩვენამე ვიცი რომ შენ გიყვარს ეს და აი ნახეო ჩვენ გამოუშვით ახალი ბიბლიას ანგლიკანურმა ეკლესიამ ანუ არის ცნობილი King James Bible ხო არის და აი ჩვენ ახლა დავამუშავეთ უფრო რაღაც ისეთი და ანუ კაი რომ მითხრა და გამოვარჩი დავიწყე კითხვა და რატომღაც გადავშალე ბიბლია ძველი აღთქმა 50 ფსალმუნზე დავიწყე 50 ფსალმუნის კითხვა და აი გამოტოვებულია. და რა არის გამოტოვებული? ესე იგი თურმე შეგნებულად 50 ფსალმუნში არ დაუწერიათ რამე თუ უსჯულოებათა შინა მიუდგა და სოდვათა შინა მშვამე დედამან ჩემან. მე მივედი ვეუბნები. კი მაგრამ აი ეს ადგილი სად არის? რატო არ წერია? არა ჩვენ გამოვტოვეთ ესო არ არისო საჭირო ეხლა ეს ცოტა უხერხული რაღაც არის და შეურაცხყოფელიც არის შეიძლება და ამიტომ ჩვენ გამოვტოვეთო. ხო? ამაშია საქმე. ამიტომ დღეს თუ შეუძლიათ აი ესეთი დეფექტური ბიბლია დაბეჭდონ, ხო? რატო არ შეიძლება ChatGPT-ში შეიტანონ? ეხლა ვინც არიცის, ხო? ეხლა ვინც ეხლა იმ ახალგაზრდა ის არის, ვინც დაიკითხავს და იმას ეცოდინება, რამე თუ ჟოლობა და შინამიუდა ცოდოთ. როგორც ჩვენთან ძალიან ბევრი ის დაიბეჭდა ლოცვარი, სადაც მეუფეოზე ესათო პირველივე ლოცვარი დამახინჯებული, ანუ აკლია. მოვეთ ჩვენ შორის კი არა, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის. აი ეს დაემკვიდრე ძალიან ბევრ ლოცვაში მე ამაზე მთელი ამბავი ავტეხეთ რაღაც ისისა, თორემ ერთი პერიოდი 90-იანი წლების ბოლოს ძალიან ბევრი ლოცვანი დაიბეჭდა და დაემკვიდრე გარეშე. ანდა დაუშვათ, ანუ ყოველთვის შეიძლება რაღაც ის და ამიტომ ჩვენ თუ აი ეს ახალგაზრდობას არ ექნება თავისი ცოდნა, შენ თუ გაგ ძალიან დიდი ცოდნა და ის
ხელოვნური ინტელექტი რაღაცით კიდე გაგაძლიერებს, ეს სხვა არის. მაგრამ თუ არაფერი არ იცი და ბოლომდე ეყრდნობი იმის ცოდნას, ხო, შეიძლება მე ერთ დღესაც ვიღაცამ კითხოს, აი თავი მტკივა და რა უნდა გავაკეთო, თავის ტკივა გამიაროს და მან უთხრას რომ უნდა გამოქანდე და თავი კედელს მიარტყა და გაგივლეს. მოგატყუებს თან ეგეთი ზარმაცი რო იმას გინდა ყველა. მე ძალიან უტრირებულად ვამბობ. და ეს მოხდება პირიქში გაზარმაცება ადამიანის. იმიტომ რომ ჩვენ იმდენად მივეჩვევთ რომ ეს ყველაფერი ჩვენს მაგივრად კეთდება. აი მე ხშირად იცით აი როცა სადღაც მომდივარ, აი მივიდივარ სადღაც ან პანაშუძე ან სასაფლაოზე მივიდივარ და რაღაც ჩანთა ხომ მომაგდა ვიღაცამ თხოვს ჭირს რომ მოდი რა მე წამოვიღე, მე თქვი არა, მე უნდა წამოვიღო. ჩემი ჯვარი მე უნდა ვატარო. ხო, ასე რომ მე არასდროს არ დავავალებ ადამიანს ისე რაღაცას, რაც მე თვითონ შემიძლია გავაკეთო. ახლა მარტო ვერ მოვერევი კი გასაგებია ვთხოვ რომ მოდი დამეხმარე, მაგრამ პატრიარქს რა უთხოვია მომავალ თქვენთვის აი იმის გავსი. პატრიარქს ყველაზე მეტად რაც უთხოვია რომ ჩვენ უფრო მეტად განვითარდეთ. აი სულ ამას ითხოვდა. მე ისე აი დასაწყისში ვთქვი რომ ერთხელ რომ მკითხა რომ ეს მარიამ ელისაბედთან რომ მივიდა რომ ფეფელძიმები იყვნენ ორივენი და ეს სახარება და მკითხო იციო ზეპირათო არა მე თქვი სახარება ზეპირათ არ ვიციო მე თქვი ტექსტთან კი ვიცი ახლოს მაგრამ აი ზეპირათ არ ვიციო და არა ეს არ ვარ გაუნდა იცოდეო აი ესეთი ანუ სულ მისი მხრიდან იყო თხოვნა რომ ჩვენი ცოდნა აი გინდაც წირვის დროს ხო ჩვენ რომ ვეხმარებოდ ესე იგი ჩვენ თვითონ უნდა კარგად ცოდნოთ და ეს წირვა რომ რა მომენტში რა უნდა გაგვეკეთებია ყოველთვის რაღაცას გვასწავლია აი გაჭირებულებთან რო გაგზავნეთ ყველას უნდა ყავდეს თავის ლაზარეო მახსოვს ესე იგი როცა იერუსალიმის პატრიარქი ჩამოვიდა და მე და ერთ სტიქაროს მე და ეხლა ეს რომელი წელია ხო არ გახსოვს 91 წელია იერუსალიმის სხვათა შორის რა მოხდა იცით პატრიარქი როცა გახდა პატრიარქი აი ამ პირველ წლებში ჩამოვიდა ყველა მართლმადიდებელი პატრიარქი ჩვენთან სტუმრად წირვის ჩასატარებლად ერთობლივი და ანუ აქამდე ანუ ცოტა ესეთი უხერხული შენა ცვენა იყო პატრიარქების იმდენი ჩამოვიდნენ და მე მახსოვს ის არის რა ქვია მე და ეხლა მამა ელისე სიხარულიძე ჩვენ დაგვევალა რომ შეგვებოსებია იერუსალიმის პატრიარქი ჩვენ მიგვაყენა რა მე და მაშინ რევაზი იყო მამა ელისი მაშინ მამა ელისი რევაზი იყო სიხარულიძე და ჩვენ მოსავდით პატრიარქს იმიტომ როცა მეუფე დიმიტრი წავიდა სასწავლებლად ის ჩვენზე ადრე დაამთავრა და წავიდა ზაგორში სასწავლებლად ჩვენ დავჭით უფროსი ბოდი ეკნებათ და აი ეს 91-2 წელია და დაგვიძახა და გვითხრაო იერუსალიმის ერთადერთი იერუსალიმის პატრიარქსო ორი ოლარი აქვს და არ შეგეშობთ რომ დაინახავთ შესამოსეს რომ დაალაგეთ ორი ოლარი არის ანუ ჯერ ხო ოლარს ხო იკეთებს და მერე როცა მომას ჩაიცავს ეპიტრახილს იმის ზემოდან კიდე მეორე ესე იგი ოლარი უნდა რომ იერუსალიმის პატრიარქი და იმას ეკუთვნის მარტო ხო ორი ისა და ჩვენ ისიც კი აი გვასწავლა რომ არ შეგეშალოთ რაღაც ჩვენ არ იცოდით ჩვენ არ ვიცოდით და გაგვაფრთხილა თორემ ჩვენ რომ ორი ვიფიქრებდით რომ რაღაცა შეცდომა მე ორი რისთვისა რაღაც ან გვერდზე გავიტანდით ან რაღაცა და აი ასე დეტალებში ესე იგი გვასწავლიდა გვარიგებდა და აი ეს ყველაფერი და რაც თავარია სულ ელოდებოდა ჩვენგან რომ ჩვენ ყოფილიყავით რაღაც აი რას აკეთებთ აბა რას მოღვაწეობთ რას სწავლობთ აი ახლა რა ისწავლეთ როგორი ის არის და რომ მას ესმოდა რომ აი ეს სიზარმაცე ეს არის ყველაფრის დამღუპველი ის არის და მე ამასთან დაკავშირებით ერთი რაღაცა მინდა წაგიკითხო ეკლესიასთით აი ზუსტად აი ამაზე გამახვილებული ქონდა პატრიარქს რომ ნახეთ რას ეს ეკლესიასთი გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი და აჰა ყოველივეს ეკალ ბარდღები მოდებოდა მისი ნიადაგი კი ჭინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც
დაანგრეულიყო ყორი ანუ ესა ღობე და აი ნახეთ ახლა რა საინტერესო ზუსტად რასაც გვეუბნებოდა პატრიარქი როცა ეს ვნახე ჩავფიქრდი შევხედე და ჭკუა ვისწავლე და ნახეთ თქვა ცოტას და რატო მოხდა ეს თითქოს იმ ადამიანმა რატო აი ესეთი იქამდე რატო მივიყვანეთ ეს რატო მივიდა ცოტას იძინებ ხო ცოტას დაიძინებ უფრო მეც ცოტას ჩავთვლემ ცოტა ხანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად და შენი ზიღარები წირივით მოგადგება და შენი გაჭირვება იარაღასმული კაცივით აი ეხლა აი ამას გვეუბნებოდა სულ რომ ესე იგი ჩვენ ესე იგი უნდა გვემოღვაწევა რაღაც უნდა გაგვეკეთებია არ უნდა იმიტომ რომ ხანდისხან აი შენ თავს გონია რომ პატარა რაღაცა შეღავათი მიეცი ხო ძალიან პატარა ცოტა უფრო მეტი დავიძინე მე მეკუთვნა და მე რო გავიღვიდე ცოტა უფრო დიდხანს ვიწექი მე ცოტა თავქვეშ ხელები ჩავიდე და ისე და მორჩა აი ამას გვასწავლიდა პატრიარქი პირველ რიგში რომ ჩვენ უნდა ყოფილიყავთ ხიზლად და ამიტომ გთხოვდა რომ თქვენ ესე იგი უნდა მოემსახუროთ მრევლს და არ უნდა დაიზაროთ მოწყალებაზე რო ამბობთ ხო მოწყალებაზე კი მე აი ვის მიმართ აი გამოუჩენია გაჭირვებული ადამიანი მოდიოდნენ და აი მე მახსოვს ჯერ კიდე აი კომუნისტების დროს ის 80-იან წლებში მოდიოდნენ და რაღაცა მიმართავდნენ პატრიარქს თხოვნისთვის რომ აი რაღაცა გვიჭირს თანხა გვინდა და პატრიარქი შეძლების დაგვარად გასცემდა აი თანხებს ვიღაცა გარდაეცვალა ვიღაცა რაღაცა პრობლემები აქვს და ძალიან ნუ ესე იგი იმდენი იყო ეს რომ ეხლა მაგას ვერც იმას არა აკადემიაში და სემინარიაში მამო რეგიონიდან რო იყვნენ რომ ჩამოსულიო სტუდენტებიო მათისო თავის ძმის და ნათესავების შესამოსელი მოქონდაო და აცმევდაო ესეთი კი და რაც დავარია ის ჩამოდიოდნენ ის კვებაც ქონდა იმის ისიც ქონდა თან პერიოდი იყო როცა გიჭირდათ ხო მაგდროს მაგრა უჭირდათ ესე იგი მე როცა ლენინგრადში სწავლობდი გასაგებია რომ იქ მან გაგიშვათ მამაო ლენინგრადში კი სწავლობდი ხო აკადემიაში იქ ქონდა ჩვეულებრივი სტიპენდია მაგრამ თბილისიდან პატრიარქისგან კიდე დამატებით რაც იღებულობდი ორი იმხელა სტიპენდია კიდე თბილისიდან მქონდა დამატებით ხო და აი ეს არის და მე ადრე მოგიყევით მაგრამ ეს არის იცით დღესაც რო არ მოგიყვეთ არ შემიძლია იმიტომ რომ ეს რაღაცა საოცრება მოხდა მე მახსოვს 91 წელია როცა მე შვილი მეყოლა და ნუ იქ ვარ აი თქვენ მამაო კადრში უკან ჩახართ აი ახლა ზუსტად მე აქედან ვერ ხედავ მაინც ხო და შვილი როცა მეყოლა და მაშინ ვარ მსახურობ გდელი ვარ სიონში და ნუ იქ რო იმ დროს უკვე საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არის ასე რომ ვთქვათ ესე იგი ყველაფერი ასე რომ ვთქვათ დაინგრა აირია და ნუ იქ მოითხოვეს შესაუკვე დაფინანსება აღარ არის და შემდგომ მოითხოვეს რაღაც თანხა, რომ აი ესეთი თანხა უნდა მოიტანა მშობია ბავშვს, ანუ მთლიანად თელი მომსახურების და მითხრეს რაღაც თანხა. და ნუ მოვედი სიონში და აგერ შაბათი დღე არის, საღამო არის და პატრიარქი ჩამოდის ლოცვაზე და ნუ გაიგო რომ მე ბავშვი მეყოლა, ნუ დამიძახა რომ ბიჭი გეყოლა ეს ის რაღაცა და უცბად ანაფორაში ჩაყო ხელი და ამოიღო კონვერტით ფული და მომაწოდა. ზუსტად იგივე თანხა. და ესე იგი, ლოცვა მე რო დამთავრდა პატრიარქი რო წაბძანდა რაღაცა, მე ჯიბიდან რო ამოვიღე და დავთვალე. ზუსტად ის თანხა იყო ერთ-ერთზე, რაც უნდა მიმეტანა იმ სამშობიაროში. რაც მე მითხრეს აი ეს რაც უნდა მიმეტანა ყველაფერი. ხო. აი ეს თითქოს რაღაცა პატარა დეტალი არის, ხო? მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საოცარი. ზუსტად ხო შეიძლება ან ნაკლები ყოფილიყო, ან მეტი ყოფილიყო, არა, აი ზუსტად ის თანხა აღმოაჩნდა, რაც ის ისაქნა. თან მან არ იცოდა, მან რო ჩამოვიდა იქ. ჩამოვიდა. იქ გაიგო.
ეხლა მე რო ბავშვი რომ მეყოლა, ეხლა ეს ისეთი ამბავი არ არის, რომ გაზეთებში დაეწერა და რაღაც, ანუ რომ შემოვიდა და უკვე ტადაში მანტია მოხსნეს და უკვე ისა დაიწყო შემოსვა, მაშინ გაიგო ეს ამბავი. და სანამ შეიმოსა, კითხა და აი ეს იყო სპონტანად იყო ყველაფერი სპონტანურად, იმიტომ რომ პატერს კი არა, ბევრ ჩემ კოლეგას იქ ბევრმა არ იცოდა ამის შესახებ. და პატერმა გაიგო, ჩაიდო ჯიბეში ხელი, ამოიღო და ეს იყო ის თანხა. მამაო, დარდი თუ შეიძლება, რაზე დარდობდა ხოლმე, აი ხშირად უფრო. ნუ ქვეყანაზე შეგიმჩნევი. ქვეყანაზე. აი, ქვეყანა იყო მისი ქვეყანაში რა ადარდებდა მიმართულება, ერი ერი ქვეყანა, მიმართულება და ნუ ჯერ თავიდან რომ ჩვენ ვიყავით არ ვიყავით დამოუკიდებლები, მერე დამოუკიდებლები რო გავხდით, მერე ეს მთელი ეს ომები. სხვათა შორის მე მინდა ახლა ძალიან დიდი გულის ტკივილით აი ეს აღნიშნო რომ ჩვენთან ეკლესიაში ძალიან ბევრ ადამიანში იყო ასეთი იდეა რომ პატრიარქისი არ წავა ამ ქვეყნიდან. სანამ ჩვენ აფხაზეთს არ დაგვიბრუნებთ და პატრიარქი თავის ფეხს დადგავს იქ და ანუ მის სიცოცხლეში მოხდება ეს ისა და აი სამწუხაროდ აი ეს ამბავი არ ახსოვს. მამაო, მაგრამ ის ხომ ცოცხალია და დადგავს კიდევაც ფეხზე ზუსტად. ეხლაც უკვე იქ არის. კი და მაგიტომ აქ ეგ იყო ნაგოლისხმები და არა ის რომ რაღაცა ფიზიკურად ის არა ფიზიკურადაც ჩვენ ველოდებოდით ის ხო მოეფ არა ჩვენ უფრო დიდხანს ველოდებოდით რომ პატრიარქი უფრო დიდხანს გაჩერდება ჩვენთან და აი მე გეუბნებით რომ აი როცა გავიგე რომ სამართყოფოშია და ცუდად არის ნაცნობ ექიმებს დაურეკე და პირადად კითხე რაღაც ისა და რო თქვენს რომ ძიმეთ არის მაინც ბოლო წამამდე იმედი მქონდა რომ პატრიარქი ამჯერადაც გამოვიდა აი ამ მდგომარეობიდან და დაბრუნდებოდა საპატრიარქოში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრს აი ესე ჰქონდა ეს ჩადებული ჩვენ გონებაში, ნუ ეს რეალობა ახლა სიმართლე რაც არის, უნდა ახლა ეთერში ვსაუბრობ და მართლა მეგონა რომ ერთადერთი ადამიანი ვიზეც მე აი ცხოვრებაში ვერც არც ახლა მგონია, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი რომ სიკვდილი არსებობდა მასთან მიმართებაში, იმდენად სხვა და ჩვენ კიდევ ვიყავით დარწმუნებულები რომ პატრიარქის სიცოცხლეში მოხდება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, რაც რომ ჩვენ ვიცით რომ ეს მისთვის ყველაზე დიდი ტკივილი. ყველაზე დიდი უდიდესი ტკივილი ეს იყო. ხო, და სხვათა შორის პატრიარქი საკმაოდ დიდი პერიოდი იყო, ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო იქ. იქ მსახურობდა და ხო, იქ იყო და თუ არ ვცდები ამ თანამდებობიდან გახდა პატრიარქი ცხომ-აფხაზეთის. ხო, ცხომ-აფხაზი და მე შემდგომ პატრიარქი და აი ეს ერთადერთი რაღაცა, რა თქმა უნდა, რაც პატრიარქმა ვერ შეესწრო სამწუხაროდ, მაგრამ ნუ ესე იგი ნუ ეს რეალობა არის, ჩვენ ხანდისხან უფრო მეტი გვინდა ჩვენ რატომღაც ასეთი შევქმენით ასეთი იდეა თეოლოგუმენი რომ პატრიარქი არ წავა ამ ქვეყნიდან იქამდე სანამ საქართველოს არ გამთლიანდება, იმიტომ რომ იმდენად იცით აი ქვეყნის პატრიოტიზმი იმდენად ძლიერი იყო ამ ადამიანში რომ აი ეს წმენა და პატრიოტიზმი აი პრაქტიკულად როგორც აი თანატოლი ისინი მოდიოდნენ ამ ადამიანში მის პიროვნებაში და ამიტომ ეს ამბავი რა თქმა უნდა მისთვის ძალიან მტკივნეული იყო ყოველთვის და ჩვენ აი ესე ვეგონა ხათაშორის ერეკლე მეფე უყვარდაო და ერეკლეს აი რამდენი ჭრილობაც ჰქონდა სულში პატრიარქს ესე ფიზიკურად შეიძლება არა, მაგრამ 1000-ჯერ მეტი ჭრილობა მიადგა კიდე. იმით რომ დარდობდა ჩვენზე და ძალიან აი ხა მამაო რა მიკვირს იცით ახლა აი ხო ამბობე რომ ეხა ილია დაიტირა ერმა იმ ძალიან ბევრი დიდი ღირსეული ადამიანები ვინც პატრიარქს უტოლდებიან დაიტირეს ძალიან მაგრამ დღეს რატოა იცით გასაკვირი მამაო აი ესეთი გაციებული ერი რომ ესე ატირდება ეს უკვე შენ უდიდეს ადამიანობაზე და უდიდეს სულიერ სიმდიდრეზე მეტყველებს რა მამაო, იმიტომ რომ ის იმ ადამიანებს მამაო აპატიეთ ტირილი შეეძლოთ მამაო, იმიტომ რომ ამის მონაწილენის თვითონ იყვნენ იმ ილიას მკვლელობის და ყველაფრის და თან კიდე სხვანაირი სულისკვეთების ხალხი იყო, ის სხვა საუკუნე იყო, სხვა დონეები იყვნენ და დღეს რომ მამაო, აი ეს ადამიანი, აი როგორი ხალხი შემხდა იცით გუშინ მამაო,
დარწმუნებული ვარ ლაივები რომ იყავთ და TikTok-ებზე და იმაზე რომ აი ეგეთი ადამიანებიც კი აი ფერათმიანი რაღაცა ზოგი რაღაცა იმით იყო რაღაცა საყურით რაღაცა და აი ამაშიც გზნობა რომ გააღვიძა რა დიდი არის ადამიანი აი ანუ მათ გზნობები რა თქმა უნდა შევაწყობას კი არ ვაყენებ ყველას აქვს მაგრამ პატრიარქი ესე რელიგიური ლიდერად რომ მიაჩნდა და ესე რომ განიცდიდნენ უპირობო ლიდერი იყო როგორც რელიგიური ასევე ეროვნული ლიდერი იყო მაგას ბადალი არ ყავს და არც ეხოლება მამაო არასდროს ხო და აი ამიტომ ისე ვიმეორებ რომ ჩვენ ძალიან ბევრი მოგვიწევს ფიქრი რომ რა ვქნათ რა ვქნათ, იმიტომ რომ მე ისე გეუბნები, აი გუში, ნუ ძალიან არეულად ვიყავი, ძალიან ცუდად ვიყავი რაღაც დღესაც, მაგრამ აი ხა ცოტა ხნის წინ, რამდენიმე საათის წინ სხვა რაღაცა განცდა წამოვიდა. რომ აი ეხლა რამხელა პასუხისგებლობა გვაქვს ჩვენ მის წინაშე. ხო, რომ დავდივარ და საუბრობ უიმე როგორ წუხვა, როგორ მიყვარს პატრიარქი და ასე შემდეგ. მაგრამ ისე სხვათა შორის აი თვითონ როგორი იყო იცით რომ იმდენად შენ გიტვირთავდა რომ ბევრმა ადამიანმა მამო არ იცის რა ქნას. აი მართლა გამოგვეცალა საყდენი კედელი. აი მართლა ეგრე არის რა. ეხა რაც არ უნდა როგორც არ უნდა თქვი შეიძლება ვიღაცამ სხვა ენით ახსნას რაღაცა მაგრამ მართლა იმდენად აი რაღაცნაირად ისე დავრჩი თითქოს ახალშობილები ვითვარ და თავიდან უნდა დავიწყოთ კი იმიტომ რომ პატრიარქი იყო ესე იგი აი ესეთი გეზის მიმცემი იყო ჩვენთვის გამიგეთ და პატრიარქი ამავე დროს ასრულებდა აი როგორც კედელში ცემენტი ასრულებს მოვალეობას აი ასეთ მოვალეობას ასრულებდა ეკლესიაში ჩვენ ერთმანეთში აი ესე გვაერთიანებდა გვაცემენტებდა, გვაძლიერებდა ერთმანეთში და აი ეს მომენტიც არის, ამიტომ ჩვენ ძალიან დღეს დაგჭირდება ძალიან სერიოზულად ჩვენი რიგების გადახალისება და გაძლიერება. იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ, რომ აი წამყვანი ლიდერი ფიზიკურად, კი მე ისე ვიმეორებ, მე 40 დღის შემდეგ ის იქნება ჩვენი მეოხი ღმერთის წინაშე, მაგრამ მაინც ადამიანები, რაც არ უნდა თქვა, ჩვენ ვართ ჯერჯერობით ორი იპოსტასიანი არსებები, ანუ ფიზიკური არსებები და აი ფიზიკურად რო გაგვეცალა, ამიტომ დღეს ახლა ჩემთვის არსებობს ძალიან დიდი შიში და ძალიან დიდი ფიქრი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ აი ეს რაც, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, ძალიან ბევრმა ადამიანმა, ხო? თავისი მშობლების ნაღვაწარი და ესე იგი ანდერძი, რაც ანდერძად დაუტოვეს, გაანიავეს. კი. რამდენი ასეთი ადამიანი. ნუ იგივე იქნება უბრალოდ დიდი მასშტაბით. უბრალოდ ძალიან დიდი არ იყოს. ეროვნული მასშტაბით იქნება. კი ბატონო, აუ რა სწორები ძალიან ეროვნული მასშტაბით განიავება რომ არ მოხდეს. აი ეს არის, ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ. მისი ნაშრომს რო გაუფრთხილდეთ. და რაც თავარი ამისთვის თუ ჩვენ გვინდა რომ გაუფრთხილდეთ მის ნაშრომს, უნდა ვიყოთ კონსტრუქციულები. კი ბატონო. და კუდიანებზე ბრძოლა არ უნდა დავიწყოთ, არამედ შევიკრათ. კი ბატონო. აი ეს არის. და ძნელი იქნება მამაო შეკრა. აი დღევანდელი ამ ადამიანები. დღეს კი, რა თქმა უნდა, შეკრულები ვართ, მაგრამ აი დრო რო გაივლის, გავა 40-მდე კი, მაგრამ აი დამთავრდება 40 და მე ნელ-ნელა ეს დავიწყებას მიეცემა ეს უკვე ეს განცდა. იმიტომ რომ განცდა ისეთი მოვლენა არის, რომ თანდათანობით ადამიანში ნელდება და თუ შენ დროდადრო არ გააღვიე ეს განცდა ისიც როგორ არის? ეს არის როგორც კოცონი. კოცონი რაც გინდა არ იყოს აგიზგიზებული, ხო? ცოტა ხანში თუ თითოეულ არ ჩაამატე, ის ჩაქრება. აუცილებლად. განცდაც იგივე რესურსი დაილევა. ხო და განცდაც იგივე არის და აი ეს განცდა მე ამიტომ ეხლა მე უცბად ეხლა არც მაქვს ამის რეცეპტი. ეხლა ამ წუთაზე რა ვთქვა? ნუ კი გვაქვს რეცეპტი, რომ აი დაუშვათ ჩვენ უნდა დღეს ყველამ მივიდეთ პატრიარქის აგერ სამებაში, პატრიარქთან და იქ შინაგანად პირობა მივცეთ მას, რომ ჩვენ გავამრავლეთ ჩვენ ღვაწს. აი ეს არის ერთადერთი მისი ნამდვილი პატივისცემა.
კი და თუ შეიძლება მამაო საერთოდ ჭირმა არ იცის დამალვა თავის და ჭირი თავს არ დამალავს მამაო თქვენ როგორ ფიქრობთ აი თქვენი ხედვა როგორია იმიტომ რომ ძალიან ამბიციური ხალხი ვართ ჩვენ საერთოდ აქ მცხოვრებები და თან კიდე ეს ამბიციები ეკლესიაში რატო არის ისეთ ბოროტი ძალიან იბრძვის მამაო და ამ ჩვევას წამოწევს წინ და ძალიან ბევრი ამბიციური ძალიან ბევრი პრეტენზიული ადამიანი წამოიწევა დღეს წინ რასაც ადრე ითმენენ პატრიარქის ხათის შეიძლება არ მოხდეს ის დღეს უკვე. თუ შეიძლება მამო, აი სად რა ნაღმი აფეთქდება და რას უნდა ველოდოთ, მიახლოვეთ თქვენი პროგნოზი უბრალოდ აი ესე ზედაპირული მაინტერესებს ძალიან. რა თქმა უნდა, დღეს როცა პატრიარქი აი ესეთი მისი პიროვნება, აი ესეთი უდიდესი პიროვნება აღარ იქნება გაგვეცლება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდება სურვილი რომ დაიკავოს იმ წუთასვე მისი ადგილი, ოღონდ მე თანამდებობრივად არ ვამბობ, არამედ სულიერად. და რაც მთავარია, რა თქმა უნდა, მე ვხედავ რომ არ არის საკმარისი თავდაბლობა, არ არის საკმარისი. მე საერთოდ ეკლესიაში თუ რამე როდესაც გაფუჭდა, სიამაყიდან გამოდინა. ეხლა რა ვიყოთ ისტორიულად როცა ეკლესია გაიყო ორად, აღმოსავლურ და დასავლურ ეკლესიად, ანუ მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიად. თავიდან არავითარი მიზეზები არ იყო გარდა ადამიანური ამპარტავნების და სიამაყის და პირადი ამბიციის და ლიდერობის სურვილის გამო. მთელი კამათი დაიწყო, ვინ არის პირველი? რომის მთავარეპისკოპოსი თუ კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი. ამით დაიწყო ყველაფერი, რომ ის იყო ერთი ეკლესია იყო. ხო, ამით დაიწყო და ეს სამწუხაროდ ჩვენ პირველი განხეთქილება მივიღეთ აი ასე და ყოველთვის ასე არის. აი მანქანის პარპრიზზე, როცა ის ერთი ბზარი რო გაჩნდება, ხო, მე იმას მოყვება მეორე, მესამე და უკვე აბლაბუდასავით ბევრი ბზარები მოყვება. ამის საშუალება. ამიტომ პირველი ბზარი არ უნდა დაუშვა. თუ არის ანალოგი და ამის საშუალება თუ არის და თუ სადმე სხვა ქვეყნებში ყოფილა, მამო თქვენ გეცოდინებათ ეს. იცით როგორ არის, სხვადასხვა ფორმით რაღაცები იყო, მაგრამ მაინც მე მგონი სიბრძნე და იცით რა შეა საქმე, ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ჩვენ პირველ რიგში ქრისტეს წინაშე ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ წარმოიდგინეთ. აქედან გამომდინარე, პატრიარქიც რატომ იყო ასეთი პატრიარქი? იმიტომ რომ მას ჰქონდა უდიდესი განცდა პასუხისმგებლობის ქრისტეს წინაშე და ეს ეხმარებოდა თქვენ რა ადამიანი იყო, ჩვენაირი ადამიანი იყო და მას რა არ უჭირდა ხანდისხან და მე სხვათა შორის ძალიან ბევრი პრობლემები ჰქონდა მის მოღვაწეობაში, ძალიან ბევრი ადამიანი ემტერებოდა, ძალიან ბევრი სირთულეების გავლა მოუწია მას და მე მინდა გითხრათ რომ აი მან ეს მოახერხა მხოლოდ იმის გამო რომ მას ჰქონდა პასუხისმგებლობა ქრისტეს წინაშე, იმიტომ რომ მე შემიძლია შენ გიღალატო, იმას უღალატო, გინდაც პატრიარქის მეხსიერებას უღალატო, მახსოვრობას მის იმას მოღვაწეობას, მაგრამ ქრისტეს სად გავექცევი? ამიტომ ჩვენ და გვახსოვდეს რომ ჩვენ ქრისტეს წინაშე პასუხისმგებლები ვართ სულ ყველანი. და პატრიარქმა გადმოგცა ჩვენ ეს შირახდანი. ის წავიდა იმის იმედად ფიზიკურად აქედან რომ მე აქ დავტოვე ამდენი ვიშრომე, ამდენი ვიღვაწე, ამხელა იერარქია დავტოვე, ამდენი სასულიერო პირი დავტოვე და ჩვენ რა თქმა უნდა აი ეს უნდა მოახერხოთ და მე ვთვლი რომ ყველაზე მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავუმჯობესოთ ხარისხი ჩვენი მუშაობის ბრევთან. აი ეს არის. ანუ რასაც ვაკეთებთ და გავაკეთოთ უფრო მეტი. რასაც ხადაგებთ, უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი. აი ჩვენ რო აი აქ მოვალთ, აწი, სხვა დროს და ჩვეულებრივ გადაცემებს რო გავაკეთებთ, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი გადაცემები იყოს უფრო ხარისხიანი, უფრო გასაგებიენით, უფრო ზუსტად აუხსნათ ადამიანებს ის გზა, ქრისტეს გზა, სად არის, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი გზები არის. და შეიძლება ძალიან ბევრისთვის ეს ქრისტეს გზა დაიკარგოს იმ სხვა გზებში. და ჩვენ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ იცით არის ერთი ცოტა ასეთი შედარება არისო. ჯოჯოხეთში დიდი ფართე ავტობანი მიდისო.
და 64-ისკენ მიდის პატარა ბილიკი მიდის. ხო და აი ეს ბილიკი, ეს ჩვენ ეს ბილიკი თითქოს პატარა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ცხოვრებაში ეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს. და ამიტომ თუ ჩვენ არ უღალატებთ ქრისტეს, ჩვენ არ უღალატებთ პატრიარქს და მის ნამოღვაწარს და მის წარსულს და მის სახელს. ბრძოლები იქნება მამაო და აი სად იქნება მამაო ეს ბრძოლები და ეს რყევები სად იქნება? აუცილებლად ხა ბოროტი ხო შეეცდება აუცილებლად. მაგრამ მე იცით რა არის? ეხლა არ მინდა ცუდი პირით რაღაცა ისაქვთ და მე მინდა მაინც ისაქვთ რომ ჩვენ ყველანი ვილოცოთ რომ აი ეს არ მოხდეს. და აი ეს მონოლითი შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ისე ვიმეორებ. ჩვენ დღეს ხო? ძალიან რთულ ფორმაციაში ვიმყოფებით. აი ძალიან რთულ ფორმაციაში. მე იცით როგორ არის? აი ახლა მე ხანდისხან რომ დავფიქრდები. ფიქრობ, ვაიმე, აი ამას როგორ უნდა გავუმკლავდეთ. და გასაგებია რომ მარტო ვერ ვიზავთ ამას. და საჭიროა ეს ერთობა, გუნდური პრინციპი. იმიტომ რომელიც არ გაგვაჩნია მამა მოდი თქვა დღეად რა ჩვენ ის არის სხვათა შორის აი სპორტში მე ვიყავ მთელი ახალგაზრდობა და ყველაზე რთული იყო ჩვენ ყავდა ბევრი სახელოვანი სპორტსმენი კაი სპორტსმენი მაგრამ აი ამ კაი სპორტსმენებისგან კარგი ძლიერი გუნდის შექმნა იყო დიდი ფილოსოფია და დიდი შრომა იყო საჭირო და ამიტომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ძალიან ბევრი ვიმუშოთ სხვათა შორის ხოლმე აი ესეთ შეხვედრებზე ერთხელ 90-იან წლებში რაღაცა ცოტა უკმაყოფილო ვიყავი ჩვენ სამღვდელოებაში რაღაც მდგომარეობით და ერთ-ერთ შეხვედრაზე მე ვგდები ჩუმად კაცო როგორ იმაშვებია მე აი გულწრფელად რასაც ფიქრობდი პატრიარქის წინაშე ყველაფერს გულახდილად საუბრობდი და ერთხელ უთხარი პატრიარქ რაღაც კითხა აი რას ფიქრობთ აი რას ნატრობ რაღაცა მე თქვი თქვენო წმინდესობა მე იმას ნატრობ რომ როცა მე სპორტში ვიყავი და გუნდში ვთამაშობდი ტონოში ფრენბურთს აი როგორი გუნდით ჩვენ ვიყავით აი ჩვენი სამღვდელოებიდან აი ესეთი გუნდი რომ ჩვენ ყოლოდა ესე იგი მე ვთქვი მთებს გადავატრიალებდით ხო იმიტომ რომ პოტენციალი ცალკე აღებული აი ახლა მე რო უყურებ ჩვენი კოლეგები ხო ვიცნობ ძალიან ბევრს ხო ძალიან ბევრს კი ყველა თქვენი გაზრდილი ეხა ვიღა არის ნუ არა ნუ ეხლა დიდი ხანი უკვე აკადემიაში აღარა ვარ მაგრამ ნუ ხო ვიცნობ და ვიცი მათი პოტენციალი და ვიცი ცალკე აღებული რისი გაკეთება შეუძლიათ მაგრამ აი იქ რაც უნდა ერთად გავაკეთოთ სხვათა შორის მოიკოჭლებს ხო იქ სხვათა შორის იცით როცა ხო იყო ერთი პერიოდი რომ აი ხო ამბობდნენ ხო დარვინი რომ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან რაღაც ისა და გაკეთა ექსპერიმენტი რომ დაემტკიცებიათ რომ ადამიანია მაიმუნია და როგორ გაკეთა სადღაც ჩადეს პორტოხალი რაც უყვარდათ ამ მაიმუნებს და მაიმუნს უნდა რაღაცა გაეკაჩა თოკი კარები გაიღებოდა მერე ჯოხით მეტრო ხელით ვერ წდებოდა და ჯოხით ამოიღო უნდა ჯოხით ამოიღო ნუ ყველაფერი გააკეთა მაგრამ ისე გაართულეს რომ ჯოხით ვეღარ წდებოდა ამიტომ რა იყო საჭირო ერთ მაიმუნს უნდა გაეკაჩა ხო თოკი და მეორეს უნდა ამოიღო და ეს ვეღარ შეძლეს ეს ვერ შეძლეს ანუ ერთობა აი გუნდათ რაღაცის გაკეთება, ესე იგი ის მაიმუნი არ უშვებდა იმ მეორე მაიმუნს. იმას უნდა რომ მოსულიყო და მაგრამ კატეგორიულად არ მიუშვა. აი იქო და სხვათა შორის აი მეცნიერება თქვის, აი აქ არის ის უბსკრული. კი, მაიმუნმა მოიფიქრა რომ უნდა თოკი რო გამოწიოს. მე მგონი მამო ეხლა აღარ არის ეგ უბსკრული, იმიტომ რომ ადამიანები აღარ არიან გუნდურები და ეხლა უკვე აღარ არის. აი მაიმუნზე აი ესე სხვათა შორის როცა ეს დარვინის ბევრმა მეცნიერმა დარვინის თეორია გააქარწყლა. და ერთ-ერთი გაქარწყლება ამით იყო, რომ მაიმუნს ყველანაირად გაურთულეს
ეს ისა, მაგრამ სანამ თვითონ შეეძლო ის მოძებნი და საშუალებას როგორ ამოეღო ეს პორტოხალი. მაგრამ როგორც კი ის გართულდა იქამდე რომ მას უნდა მეორე თან ბევრი მაიმუნები იყვნენ, ერთ-ერთი მეორემა რომლეთანაც თან იცი როგორ უყვართ ერთმანეთი, ისე კი არა რომ სულ დამოკიდებულებში, ანუ მთელი დღე რო ზიან და ერთმანეთს რო უსუფთავებენ ამ ბედს და რაღაცებს რო იღებენ. და ესეთ თუ დაინახავთ მაიმუნას, აი ასეთმა მაიმუნებმა რო დღე და ღამე ერთად რო ზიან, იქ სადაც საჭირო გახდა პორტოხლის ამოღება, ვერ შეიკლენ, გუნდად ვერ შეიკლენ უკვე. და ამით განსხვავდება ადამიანი ნებისმიერი, გინდაც ყველაზე პრიმიტიული ადამიანი მაიმუნისგან, რომ მან შეუძლია თქვა, რომ იცი რა, მე ამას მარტო ვერ მოვერევი და მოდი ერთად გავაკეთოთ. ამიტომ ღმერთმა კნას რომ ჩვენ ესე ვიყოთ, დავამტკიცოთ, რომ აი მაიმუნზე მეტი ვარ და ჩვენ შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ რაღაცა. და პირადი ამბიციები გადავდოთ, მამა, როგორი ერთობა, ეხა საჭირო. მამა, ძალიან დიდი მადლობა, ეხა რო არ თქვა, ბოლო 4 წუთი არის დარჩენილი. მინდა აუცილებლად აღვნიშნო ამ ტელევიზიის როლი, რომ დღეს წარმოიდგინეთ თქვენსო ჩვენი უწმინდესის ესეთი მძიმე მდგომარეობა არის, ერის საგლოვიარო მომენტი არის ერისა და ჩვენ გადაცემები არ გვექნებაო რა და მარტო მხოლოდ თუ იქნება უწმინდესის სიტყვა იყოს აქ ხსენებულიო და ის ადამიანები იყვნენ სტუმრათო და აი ეს პირადი აი ის რაც გააჩნია ტელევიზიას რომ თავისი შინაარსი აქვს, თავისი გეგმა აქვს, თავისი ის წარმოიდგინე ყველაფერი გადადო. აი ეს არის მამაო მთავარი ეკლესიაშიც რომ ესეთი რაღაცები ჩვენი პირადი უნდა გადავდოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც მთავარია უფრო წინ დადგეს მამაო. სამშობლო პატრიარქი და ის გეგმები რაც პატრიარქმა ვერ მოასწრო ამ ქვეყნად. ჩვენ უნდა გავაკეთოთ და აი ეს პირადი ამბიციები მამა, აი წარმოგიდგენთ ხა ტელევიზია არის, ხო სულ შეიძლება არ ევალება ის, მაგრამ გაუქმა დღეს საერთოდ. ხვალ გაუქმა დღე. აი წარმოგიდგენთ ხა ამას წარმოგიდგენთ ტელევიზია აკეთებს ამას და ეკლესიამაც ხო უნდა იმას, აი ჩვენ გეხვეწებით, აი ყველას გთხოვთ რა, რომ ესე დაუთმოთ პატრიარქის ფიქრს, იმ მზიან ღამეს რო ამბობს მამა, დაუთმოთ თავი და მეტი რა დაგვრჩენი ამ ზიზღი და იმით არ უყვარს პატრიარქს ის ხალხი, ვისაც ზიზღი შეეძლო და ისა, ხო? ბოდიში და კიდე ერთი რამ ახლა რომ აუცილებლად უნდა გავაკეთო, მე მინდა მოვისიყვარულო ახლა ყველა ის პატრიარქის ახლობელი, კი, აუცილებლად. ვისთანაც ერთად გაიარა ჩემი ეს ახალგაზრდობა. ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა, მეუფე დიმიტრი, რომელიც არის ძალიან ძლიერი პიროვნება, რომელიც ძალიან მიყვარს და მინდა ძალიან დიდი პატივისცემა და იმიტომ რომ მეუფე დიმიტრი ერთ-ერთი პირველი ჭირისუფალი არის დღეს. სხვადასხვა ექიმებმა მას დაუძახეს და მასაც აცნობეს, როცა პატრიარქი გარდაიცვალა. მეუფე დიმიტრი ვისთანაც პირადად ეს ვიცნობდი და ურთიერთობა და შეხება მქონდა. მეუფე დიმიტრი აც გასვენებული პატრიარქის ძმა ვიქტორ გიორგიევიჩი, რომელიც ძალიან დიდხანს საპატრიარქოში მუშაობდა და ძალიან გვეხმარებოდა სხვათა შორის, აი საპატრიარქო ორგანიზაციულად ძველი საპატრიარქო მის მხრებზე იდგა. და ვიქტორ გიორგიევიჩი მოვიხსენიო, მისი შვილი მამა თეიმურაზი, მისი ქალიშვილი, რომელიც ასევე ძალიან გვაქვს და მინდა აი ახლა გუშინ ვნახე და ისინი აც გასვენებული არის ვიქტორ გიორგიევიჩი, მაგრამ პატრიარქის და ქალბატონი ნინო დღეს არის ჩვენთან, მე გუშინ ვნახე ის მოვისიყვარულე, გაგვახსენდა წარსული ახალგაზრდობა, მისი ქალიშვილი ქეთინო, რომელიც ასევე 80-იან წლებში ჩვენს გვერდში იდგა, ნინოს ქალიშვილი, ძალიან საყვარელი პიროვნება, რომელიც ძალიან მიყვარდა და პატივცემდი და ძალიან გვეხმარებოდა სტიხაროსნებს იმ დროს. კი გოგო იყო სტიხარი არ ეცვა, მაგრამ ძალიან გვეხმარდა. ანუ პატრიარქის მთელი მისი ოჯახი, იმიტომ რომ ყველანი ვისთანაც მე იქ მქონდა ურთიერთობა, აი ყველანი ძალიან კარგად მახსენდება და ძალიან კარგად მახსოვს და ძალიან თბილად მინდა მოიხსენო კიდე ერთხელ ქალბატონ ნინოს მინდა მიუსამძიმრო, მეუფე დიმიტრის, ქეთინოს და ყველა ვისაც მოაკლდება. მამა თეიმურას და ყველას განსაკუთრებით, რომ ეს ადამიანები ეხლა ჩემთვის არიან კიდე უფრო ახლობლები, რომ პატრიარქის გენი მასში არის და მე მაგრამ თუ მექნება საშუალება მადრო შევეხოთ, გარკვეულწილად აი შიოლაშვილების
აი ამ იმას ოჯახს შევძლებო რომ ძალიან დიდი მადლობა მომის ლამაზ საუბრისას ყველა იმ ადამიანს ვისაც დაგაკლა ჩვენი უწმინდესი ყველას რაღაცა უბრალო ხალხს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ყველას აი გისამძიმრებ და იმ ტკივილის შემსუბუქებას ზეციდან აუცილებლად პატრიარქი შეგვისუბუქებს ამ ყველაფერს ჯერ კიდევ ერთს გამიაზრებია რომ არ არის აქ და რა ვიცი ძალიან რთული არის იმიტომ რომ ის აქ არის ეს სინამდვილეში მაგრამ რაღაცნაირად ეს ფიზიკურად უგვაკლია ტკივილია დროებით საღამოს აუცილებლად ხვალ დაგიბრუნდებით მამა ამირან ამირანაშვილი გვეყოლება და ის ადამიანები გვეყოლება ვინც ახლოს იყვნენ უწმინდესთან რაღაცა ეს დღეები ესე მოეწყო აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს ვალდებულება სამწუხაროდ ჩვენ და მეც მიმძიმს ესეთი ეთერების წაყვანა მაგრამ ხვალ საღამოს აუცილებლად დაგიბრუნდებით 8:30-ისათვის შევეცდებით თუ არა და 9:00-ზე აუცილებლად მაგრამ 8:30-ზე სავარაუდოდ დაგიბრუნდებით დროებით